მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს ბელნიქტუტორია ტრადიციულად ყველაფერი მარტივად და გასაგებად. დღეს მე აგიხსნით, როგორ შეგვიძლია ჩვენი background ფონი შევცვალოთ ჩვენთვის ასურველი background image-ით. მოდი გადავიდეთ ახლა VS Code-ში და ვნახოთ. გავხსნათ VS Code-ი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და ალბათ გახსოვთ, უნდა შევქმნათ index.html ფაილი, რომ ჩავწეროთ ჩვენი HTML დოკუმენტი. ამასთანავე აუცილებელია რომ style.css ფაილი შევქმნათ, ანუ სტილისთვის, რათა მივანიჭოთ თუნდაც ჩვენს background-ს ფერი, ამისთვის აუცილებელია CSS ფაილი რომ გქონდეს. მოდი დავწეროთ ჯერ HTML დოკუმენტი, როგორც წინათ გახსენით, ეს არის Shift-ი ძახილის ნიშანით Enter-ი, ესეც ასე, ეს არის ჩვენი ძირითადი HTML დოკუმენტი, ახლა უნდა შემოვიტანოთ CSS ფაილი ჩვენ დოკუმენტში, რათა იმუშაოს შემდეგ. წერთ links და ვაწვევით Enter-ს. ახლა შემოგვაქვს ჩვენ CSS ფაილის პაცი. შემოვიტანოთ ჩვენი CSS ფაილის პაცი. ესეც ასე, მოდი ეხლა უბრალოდ რომ ცარიელი არ გქონდეს, ჩავწეროთ უბრალოდ header და header-ში ჩავწეროთ h1 უბრალოდ და დავწეროთ this is a header. ესეც ასე. ახლა მოდი გადავიდეთ CSS ფაილში, რომ გავუწეროთ background image-ი. გავხსნათ გვერდით და ტრადიციულად ახლა მე დავწერ და აგიხსნით თუ რა ვწერ. იმისთვის რომ ჩვენმა პროექტმა და გვერდმა არ გააკეთოს დაშორებები ჩვენს პროექტში, ამისთვის აუცილებელია რომ მივუთითოთ ვარსკვლავით ძირითადი CSS-ი, ანუ ეს არის გამარჯვებასავით CSS-ი, იმიტომ რომ ეს აუცილებელია. მოდი ჩავწეროთ ახლა აქ box sizing-ი, border box, რომელიც ეუბნება რომ ანუ box-ის ზომა იქნება border box-ი, ანუ გარშემო რაც არის და ამის იქით აღარ უნდა გადავიდეს. ასევე წერთ ასე უნდა ჩავწეროთ margin-ი. margin-ი არის გარე დაშორება. ეს არის 0 პიქსელი უნდა დავწეროთ და ასევე padding-ი. padding-ი არის შიდა დაშორება. ანუ ეხა h1 რო გვაქვს ჩვენ გაკეთებული, მასა და ჩვენ header სექციას შორის, რაც იქნება დაშორება, ეს არის margin-ი. ეს არის margin-ი h1-ისთვის. ეხლა მოდი გადავიდეთ barem body-ც გავუწეროთ. body ესე. გავუწეროთ სიმაღლე 100 VH-ი. VH-ი, ანუ ეს არის VH-ი ნიშნავს viewport height, ანუ viewport სიმაღლეს. ანუ viewport-ი ნიშნავს რომ ჩვენი მოწყობილობა რა სიგრძისაც იქნება, რა სიგრძის და რა პიქსელებისაც იმას მოერგება ეს. გავუწეროთ და მოდი ახლა ჩვენ headers გავუწეროთ. რა თქმა უნდა, ჩვენი background ეს არის სურათი. ეს არის header და დავიწყოთ ახლა. აქ უნდა მოვძებნოთ background image-ი. შემდეგ URL-ი, ანუ გზა. ხსნით ფრჩხილებს და ბრჭყალებს. და ბრჭყალებში უკვე წერთ ანუ წერტილი და დახრილი ხაზი, ანუ სლეში აუცილებელია იმისთვის, რათა ჩვენი სურათი გვაქვს სხვა ფოლდერში და ამისთვის აუცილებელია რომ სწორად მიეღნოს. ამის შემდეგ ახლა გადმოვიტანთ უკვე paths. გაცრავად. გადმოვიტანოთ ახლა ფოტოს path-ი და ჩავსვათ. ახლა ჩვენ შეგვიძლია headers ასევე მივუთითოთ სიმაღლე და სიგანე, რომ მთლიანი მასზე გადავიდეს, მთლიან ჩვენს მონიტორზე. გავაკეთოთ height-ი 100 VH-ი.
და ასევე სიგანი. With ესეც 100 ოღონდ W, ანუ viewport with. ესეც ასე. ახლა ამასთან ერთად background image-ი ჩვენ გავუწერეთ და ახლა უნდა გავუწეროთ background repeat-ი, რადგან არ განმეუდეს 8 და წერთ background repeats და უდიდებთ no repeats. ახლა უნდა დავწეროთ ისევ, რომ მთლიანად რო გადაიფაროს ჩვენი ფოტო, რა თქმა უნდა. ჩვენს ფონს, ამისთვის გვჭირდება background size-ი და cover-ი. ესეც ასე. მოდი, ახლა გაჩვენოთ, თუ როგორ გამოიყურება ვიზუალურად. მოდი ვნახოთ, როგორ გამოიყურება ჩვენი გვერდი ვიზუალურად. ესეც ასე. გავხსნათ. ესე გამოიყურება ჩვენი შექმნილი გვერდი და ფერის მეგრულად გვაქვს background image-ი. იმედია მოგეწონათ, დღეისათვის სულ ეს იყო. არ დაიზაროთ, დააკომენტარეთ, გამოიწერეთ, დაგვიწერეთ კომენტარები და ასე შემდეგ. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით შემდეგ ვიდეომდე.